ისევ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში მე და სოფიკო აი სულ ქოშინით მოვხანდით მე მინდა მივესალმო სტუმარს ქალბატონი დანა ჯანელიძე ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და ბატონი მიშა გიორგაძე კულტურის მინისტრი კულტურის მინისტრი პირველ რიგში მე მაყურებელს გავახსენებ ჩვენ შარშან საუბრობდით თქვენს არაჩვეულებრივ პროექტზე თქვენ ძალიან ბევრ სკოლაში გაიტანეთ ფილმები გაუკეთეთ მათ რეტროსპექტივა მიუყვანეთ ადამიანები ბავშვებიც იყვნენ დიახ მაშინ მე უკვე დიდი პერსპექტივას უწინასწარ მეტყოლებდნენ ამ პროექტს და აი ახლა გაგრძელდა ეს მაგრამ იყო პრობლემა დაფინანსებასთან დაკავშირებით იყო საპილოტო პროგრამა და წელს უკვე თქვენის დახმარებით ეს უკვე მეორედ იწყება მაგრამ განსხვავება ერთი არის შარშანდელ პროექტთან რომ წელს ეს პროექტის მთავარი მიზანია რომ მიუვალ ადგილებში საზღვრისპირა სოფლებში რაღაცნაირად აუმაღლო ხალხს კინო განათლება მე მინდა სიამაყით ჩამოვთვალო ის სოფლები სადაც ხვალიდან უკვე დაიწყებთ თქვენ საზღვრისპირა მაღალმთიან რეგიონებში სადაც ძალიან ცოტა და ხელმისაწვდომი არ არის ეს რასაც თქვენ აკეთებთ კინოთეატრი მე მგონი ბატონო მიშა თბილისშია და ბათუმში თუ არ ვცდები ხო გამოგიტყდებით ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო როდესაც დავინიშნე ამ თანამდებობაზე და აღმოვაჩინე რომ თბილისის გარდა ბათუმში შარშანი გაიხსნა თუ არ ვცდები პრაქტიკულად ქვეყნის მასშტაბით კინოთეატრი არ არსებობს და თაობები იზრდებიან. ქუთაისში დიდი ქალაქია, იქ არ არის კინო? ჯერჯერობით არ არის, მალე უნდა გაიხსნას. პირველი ფილმის დემონსტრაცია მოხდა აკაკის მოგზაურობა, ქუთაისში მოხდა ორი კინოთეატრი. და ასე ვთქვათ, თაობები იზრდებიან ისე რომ კინოში სიარული ასე ვთქვათ რა არის. ფუფუნებაა მათთვის საერთოდ არ არის, იმიტომ რომ არ იციან უბრალოდ რა არის. მე მინდა ის სოფლები ჩამოვთვალო კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენ გვიყურებენ ალბათ ისინი. ეს არის ხურვალეთი, კნოლევი, დიცი, ერგნეთ, მიმისან, თუბანი, საზღვრისპირა კი, ასევე რუხი, კოკი, განმუხური, დუმასტური, გარდა ამისა, მაღალმთიანი და ძნელადმისადგომი სოფლები, როგორიცაა ხები, კაცხი, ბეჩო, მუჟალი, უშგული, ვარისახო, შუაფხო, ზარზმა და სხვა. მე მგონი ძალიან დიდი დღესასწაული. ამ პირველი რომ სოფელში ხვალ გადიხართ როგორც ვიცი ხვალ იწება ერთდროულად ხდება მე მინდა ასევე მადლობა უთხრა ნუ რასაკვირ კულტურის სამინისტროს რომ დაგვიჭირა მხარი რომ შარშან იყო 40 სკოლა და წესად 210 სკოლაში 210 სკოლა ჩვენ მთელი საქართველოს ასე ვთქვათ დავფარეთ მათ შორის არის პანკისი მათ შორის არის ახალციხის მთელი რეგიონი და ეს მაღალმთიანი რაიონები სადაც უბრალოდ ვერ ჩადიან და ეს პროგრამა არის ზუსტად ორკვირიანი იმიტომ რომ იქ ჩავლენ და იქ იცხოვრებენ იქ ვერ მოძრაობ ასე ტრანსპორტი არ არის და კიდევ ძალიან საინტერესო ის არის რომ Road Vision არის ასეთი ორგანიზაცია და მათ დაგვიჭირეს მხარი და აქედან სამი რეჟისორი ზაზა უშაძე, გიორგი ოვაშვილი და ლევან თუთფერიძე სპეციალურად ეს ჩვენებების ბოლოს ჩავლენ თავიანთი ფილმები მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ესა და ასევე მარიამ ხაჭვანი არის ახალგაზრდა რეჟისორი რომელიც უშგულში იღებს ფილმს და თავის წინა ნამუშევარს რომელიც ძალიან ესეთი პრემიერებული და კარგი ფილმი არის უშგულში აჩვენებს ასე რომ რაღაცა ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ბავშვებისთვის და ვფიქრობ რომ ეს არ არის მარტო კინოთი რა ჩვენ ყავდნენ ის ბავშვები ეთერში რომლებიც ყვებოდნენ რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე აი მუშაობთ ერთი ფილმის ჩვენებამ და შემდეგ საუბარმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ისინი დაწერენ სცენარებს და გადაიღებენ ფილმებს ჩვენ მოვიპოვეთ გრანტი განათლების სამინისტროდან და აი ამ გრანტის საშუალებით ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა რომ ბავშვებთან გადაიღონ ფილმები და რასაკვირველია უხელმძღვანელებენ ჩვენი მისიონერები მე ასე ვთქვი ძალიან მნიშვნელოვანია ხომ არაპირებთ ბატონო მიხეილური ჩახვიდეთ ერთ-ერთ სოფელში დაუშვათ რომელიმე ფილმების დროს აუცილებლად მე ვფიქრობ რომ არაერთ სოფელში ჩავალ და გაუყვები ქალბატონი ნანას მისიონერებს როგორც ის მათ ეძახის მინდა აღვნიშნო ის რომ შანშანდელი პროექტი აბსოლუტურად სწორად იყო ნათქვამი სულ 40 სკოლაში განხორციელდა მაგრამ გამოხმაურება იმდენად პოზიტიური და იმდენად დიდი იყო რომ წელს ჩვენ პრაქტიკულად 5 ჯერ გავზარდეთ რაოდენობა ამ სკოლების გარდა ამისა როდესაც ვთქვი რომ თაობები იზრდებიან ისე რომ არ იციან რას ნიშნავს კინოთეატრში მისვლა და ზოგადად დიდ ეკრანზე ფილმის ნახვა ჩვენ ასევე ვეცადეთ რაღაცნაირად გამოგვესწორებინა ეს სიტუაცია და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შარშან 35 რეგიონში გავაგზავნეთ კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურა ბუნებრივია ეს არ არის ის პროფესიული ასე ვთქვათ ნუ ყოველთვის დიდი ეკრანია ხო აპარატურა რომელიც სტანდარტულად დღეს თანამედროვე კინოთეატრებში დგას მაგრამ სხვადასხვა კულტურის სახლებში იქ სადაც იყო ამის საშუალება იმ სივრცეებში ჩვენ გავაგზავნეთ კინოპროექტორები
გახმოვანების გარკვეული კომპლექტი აპარატურის და საპროექციო ეკრანები. იმისთვის რომ ასე ვთქვათ ეს შესაძლებლობა რაღაცნაირად ქონოდათ ბავშვებსაც, დიდებსაც, ყველას იმ რაიონების, იმ რეგიონების მოსახლეობას. გარდა ამისა ჩვენ გვექნება სულ რამოდენიმე დღეში ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია თავად სამინისტროში, მაგრამ დღეს არ შემიძლია ასე ვთქვათ ვერ მოვითმენ და უნდა თქვა რომ ჩვენ ასევე ძალიან საინტერესო პროექტს ვიწყებთ კინოცენტრთან ერთად. როდესაც ეს აპარატურა კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურა ჩვენ გავაგზავნეთ რეგიონებში, შემდეგ დადგა უკვე კიდევ ერთი პრობლემა, რა უნდა აჩვენონ. აი, მიდოდა კითხვა. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან არ გვინდა რომ არალიცენზირებული ინტერნეტიდან გადაწერილი, ვთქვათ, დისკებით ხდებოდეს ჩვენებები და გვინდა ასევე მივაჩვიოთ და ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საავტორო უფლებები, ძალიან მნიშვნელოვანი არის თამაშის წესების დაცვა, რომელიც არის ბილეთების ასევე ყიდვა. ასე ვთქვათ, საუბარი სულ შეიძლება ერთ ან ორ ლარზე იყოს და კინოცენტრთან ერთად ჩვენ მოველაპარაკეთ ქართულ პროდიუსერებს, მათ ვინც ყველაზე წარმატებულები არიან და 2013-14-15 წლების ფილმებს ჩვენ გავაგზავნეთ რეგიონებში. თანახმარიან ისინი. გასაგებია. ჩვენ გავაგზავნეთ რეგიონებში და ესეთ შიდა დისტრიბუციის ახალისებას მოვახდენთ ამ თვალსაზრისით მართლა მიზერული სიმბოლური თანხები არის და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა პროდიუსერებს რომ წამოყვნენ ამ ინიციატივაზე, მათაც კარგად ესმით, რომ რაღაცნაირად ნელ-ნელა უნდა დაიწყოს შიდა დისტრიბუცია, რომ შემდგომში წლიდან წლამდე ეს ბაზარიც განვითარდეს და გაიგოს. ეს რაც ეხება ქართულ წარმოებას და კლასიკა, კინოკლასიკა, რომელიც თქვენ შარშან რამდენიმე ფილმი უჩვენთ ბავშვებს. კლასიკაც ექნება საშუალება, რომ ეს ნახონ მოსახლეობა. ეს სხვა პროექტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ქართულ თანამედროვე. რაიც იქნები მე აბულაძე იზრდება, მათ შორის არის ვინმე და ამას თქვენ ხელს არა მარტო ქართველები გულისხმევ, არა მარტო ქართული რეჟისორები. შეიძლება პირადი კითხვა დაგისვათ? ოჯახს არ ეხება და რაღაც პირად ცხოვრებას. ბავშვობაში რომ ფილმმა მოახდინა თქვენზე ძალიან ისეთი შთაბეჭდილება, რომელზეც ძალიან დიდხანს ფიქრობდით და ეხლა შეგიძლიათ. ძალიან ბევრმა, ძალიან გამიჭირდება რომ ესე გამოვყვა, ძალიან ბევრმა დაწყებული ვთქვათ, არ ვიცი მე მარლონ ბრანდოს ფილმები დამთავრებული სათავგადასავლო, ასე ვთქვათ, ძალიან მიყვარდა ფანტასტიკური ჟანრის ფილმები. საშინელებად ფილმები არ მიყვარდა არასდროს და უფრო ნაკლებად დეტექტივები. ამიტომ არ ვიცი, ახლა თავში არ მომდის ესე რომელიმე, მაგრამ ძალიან ბევრი ალბათ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რა, იმიტომ რომ გარდა აი იმ ჩვევის თუ უნარის თუ გნებავთ დავარქოთ ხო, რომელსაც ჩვენ გვინდა რომ დავუბრუნოთ ადამიანებს, რომ მივიდნენ კინოში, იყინონ ბილეთი, ლიცენზირებული ფილმი ნახონ დიდ ეკრანზე. გარდა ამისა, როდესაც მით უმეტეს ბავშვებზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ მათ გარკვეულწილად ხელმისაწვდომს ხვდით აი ამ კინოგანათლებას, როგორც ჩვენ მას ვეძახით, გარკვეულ ესთეტიურ ასე ვთქვათ, განვითარებას. ამ ფილმების ჩვენების მერე ხდება დისკუსია, ამიტომ ბავშვების აზროვნებას, კრეატიულობას უწყობს ხელს და ის რაც ქალბატონმა ნანამ თქვა, ისინი დაწერენ სცენარებს და მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადაიღებენ, ესეც მათი რაღაც შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინების კიდევ ერთ შესაძლებლობაა. ესე იგი ეს ორი კვირა გაგრძელდება, ქალბატონ ნანა, ერთი რამე გაგრძელებასთან დაკავშირებით. ეს რაღაცა ჯანსაღი, მარცვალე, რაღაცა ძალიან ბევრი ახალი რამ ჩნდება. ეხლა ეს ჩვენი მისიონერები, ერთ ყოველს მინდა მადლობა გადავუხდეთ. კარგი სახელით შეგიძლიათ. ხო, და პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხდეთ ჩემ თანამშრომლებს, კოტე ჩვაიძეზე, თეა გაბიძაშვილს, იმიტომ რომ ამ ორი ადამიანის ხრებზე გადაიარა ამ პროექტებმა, ორივემ სხვათა შორის. მაგრამ რა არის საინტერესო, რომ აი იყო ესეთი შემთხვევა, რომ ბავშვები ვერ მეტყოლებენ და უჭირთ ლაპარაკი და მისიონერმა ერთ-ერთმა მოიფიქრა, რომ დააწყებინა ხატვა პლაკატების.
და აღმოჩნდა რომ ეს ბავშვები ისეთ რამეს ხედავენ ფილმებს, რაც ჩვენ უფროსებს გვეპარება. ანუ პლაკატი ხო არის სიმბოლო, რაც ხდება ფილმის. და ბავშვებმა დაიწყეს პლაკატების დახატვა და ეხლა ფიქრობთ რომ წლის დახურვა რო იქნება დეკემბერში ფილარმონიაში მოვაწყოთ. აი დახურვა და გამოფენა აი ამ პლაკატების და დაჯილდოვება. ანუ რაღაცა კარგი რო არის ის რაღაცა იმაცით შემოქმედებით პროცესი იწვევს. ახლა კინო მისიონერები არიან, მართლა მისიონერები, იმიტომ ასე გადაქანდნენ ამ რეგიონებში და ისეთი სიყვარულით აკეთებენ ამას და აი იგივე პანკიში არაჩვეულებრივი ბავშვები არიან დაინტერესებულები, ელოდებიან და თუ მეუბნები რომ ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ველოდებთ, აი ხუთშაბათს არის იმ სკოლაში და გამოქანებულები არიან გზაზე და ელოდებიან მასწავლებლებს, როდის ჩავეს და ფილმს უყურებს. ანუ ხვალიდან შეგიძლიათ არ დაელოდოთ, უბრალოდ უშუალო მონაწილენი იყო. მე მაინტერესებს სცენარი თუ არის საბოლოოდ საშუალება რომ მოხდეს კინოცენტრში და უკვე თქვენთან მოხდეს ამ ფილმის გადაღება. ეგრე არ არის, მაგრამ ის რო ისინი გადაიღებენ. გამარჯვებული სცენარი. მე ნახავენ ფილარმონიაში თავენ თანატოლებთან ერთად თუ რაღაცა ცოტა ღირებული, უკვე ძალიან დიდი ნამდვილად. ქალბატონო, ამ ორი კვირის შემდეგ რა გაგრძელება აქვს ამ პროექტს? ორი კვირის შემდეგ უკვე სექტემბერში ჩვეულებრივ გაგრძელდება სხვა სკოლებში, როგორც არის. უბრალოდ ესენი არიან ზუსტად ისინი, ვინც იყვნენ სხვა სკოლებში და გადადეს თავი და ორი კვირით ჩასახდნენ იქ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათთვის ეს არაჩვეულებრივი მასალა დოკუმენტური ფილმებისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ხდება მთელი საქართველოს აი რაღაცა ძალიან სიღრმისეულად გაცნობა. ჩვენც კი არ ვიცნობთ ჩვენ ქვეყანას და აი ამ მისიონერებს აქვს ამის უფლება. ბევრი მათგანი არის კინორეჟისორი. ბევრი არის კინოდრამატურგი ან ოპერატორი და არაჩვეულებრივ მასალა მოაქვთ იქიდან. მე ვფიქრობ რაღაცა საინტერესო ფილმები დაიბადება. აუცილებლად. რადგან გაგრძელდება დაფინანსება ამ პროექტის სამინისტროსთან. ერთნიშნულოვნად ჩვენ ამ პროექტის კიდევ უფრო მასშტაბის გაზრდას და შინაარსობრივადაც გამრავალფეროვნებაზე ვფიქრობთ, ქალბატონ ნანას ძალიან საინტერესო იდეები აქვს ამასთან დაკავშირებით სამომავლოდ, ამიტომ ერთნიშნულოვნად რა თქმა უნდა კი. ძალიან კარგი, მე ძალიან მიხარია, რომ მართლა მასშტაბი გაიზარდა წელს უფრო და როგორც ბატონმა მიშოთქო, კიდევ მეტი სადღა გაიზრდება, მე მგონი ყველა რეგიონი უკვე ასე თუ ისე მოიცავთ, ხო? ძალიან ბევრი კიდევ სკოლა არის, რომელიც ითხოვს ამ პროგრამაში, ამ პროექტში, ასე ვთქვათ, მოხვედრას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, რაოდენობის გამო მართლა ყველა სკოლას ქვეყანაში ერთდროულად ვერ გაწვლებიან ისინი. გარდა ამისა, სკოლა გარკვეულ ტექნიკურ პარამეტრებსაც უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ ელემენტარული ჩვენება ფილმი შეიძლებაოდეს, დიახ. და ამიტომ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი რიგი არის კიდევ იმ სკოლებში. როგორ ხდება რეგიონები აკეთებენ წინასწარ მოთხოვნას განაცხადოთ თუ თქვენ არჩევთ? ჩვენ ვაცხადებთ და სკოლამ უნდა გამოგზავნოს мотиваცია. და ის რომ ტექნიკურ პირობებს ის აკმაყოფილებს, იქ უნდა იყოს ესე იგი ეკრანი, გამაძლიერებელი ხმის და უნდა ბნელდებოდეს ოთახი, რომ შეიძლება ის ფილმის და ასეთ მაღალმთიან სოფლებში გვაქვს ეს საშუალებები. ესე იგი ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადაც არ ექნებათ ეკრანი, გარეთ გავლენ და პირდაპირ კედლებს ახსენებული ეს არის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი ევროპაში. ანუ იქ დასწრებული ეკრანი არ ექნებათ, ანუ მოგიწევთ კოშკის კედელში. წარმატებას ვუსურვებ პროექტზე. ეხლა საქართველოს მოსახლეობისგან ერთი კითხვა მაქვს. იმ დიდ ქალაქებში, რომელიც ვახსენეთ, სადაც არ არის კინოთეატრი, ხო არაპირებთ რომ ავაშენოთ რამდენიმე კინოთეატრი საქართველოს აშენებას თავად კულტურის სამინისტრო ნამდვილად ვერ გაწყვეტება, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეული საშუალებები გამოვცადოთ, გამოვნახოთ იმისთვის, რომ კინოთეატრები დაბრუნდეს. აუცილებელია. ქალაქებში დაბრუნდეს, სოფლებში, იმიტომ რომ მართლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამოუგნებელი იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეს ასე არ არის და ის რომ კინოთეატრი დასაბრუნებელი არის ქალაქში და ყველა რაიონში იყო კულტურის სახლი, კინო რაღაც ყველგან რაღაც სოფლებში. მე ვიმედოვნებ რომ მომავალ წელს ჩვენთან რომ მოხვალთ სტუმრად, უკვე მთელი საქართველოს სკოლები იქნება მოსული და კინოთეატრებიც გვექნება საქართველოს მოსახლეობას. მომავალ წელს თითქმის დარწმუნებული ვარ რომ რამოდენიმე ჯერჯერობით დიდ ქალაქში ახალი კინოთეატრები უკვე იქნება მომავალ წელს და მე მექნება იმის საშუალება რომ ამის შესახებ გესაუბროთ. წარმატებას კულტურის მინისტრი გამოვიჭირეთ სიტყვაზე მომავალ წელს კინოთეატრების გახსნაზე გებოდებით დღის შოუში, კაი? კი ბატონო. კარგით, რაც ეხება გაცემის შემდეგ ნაწილს ვისაუბრებთ ენდოკრინოლოგიაზე, ჩვენი სტუმარი იქნება პროფესიონალი, რომელიც გვეთქვეს მართალია თუ არა რომ ზღვის სეზონზე და ზღვა კონკრეტულად ძალიან კარგია ჩვენი ენდოკრინული სისტემისთვის. დაგველოდეთ სულ რამდენიმე წუთში მასთან ერთად დაგიბრუნდებით. მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებას. What is it?